ტელეკომპანია იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა და დარბევა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს. სოფო ნიკოლაიშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ტელევიზიის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს. ემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის ღია ეთერი. მთელ დღის განმავლობაში იყო ეს ხმები, რომ შეიძლება აქაც შემოვიდნენ. ზუსტად 20 საათი და 40 წუთი იყო, ქრონიკა მიმდინარეობდა და დასასრულისკენ, როდესაც ეს შემოჭრა მოხდა. ეს იყო თავდასხმა. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე, აბსოლუტურად ყველაფერს, აპარატურას, რაც კი გზაზე შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველანი დააწვინეს ხელებით წინ. შეანგრიეს საეთერო სკარები, მოკლედ მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის გათიშვა. არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო. ეს მხოლოდ მოხდა შემდგომ დღეს, როდესაც მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო ტელეიმედის ქონება. აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თუ არა ფიზიკური განადგურების შიშის ჩანერგვა, რომ შენ რო ჟურნალისტი გონია თავი, შენ რო ბოდიში ამ სიტყვისთვის ტლიკინებ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ. არავინ არ ხარ ჩემს პირობებში. გაგანადგურებ. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად უფლება აყრილები, დაგვამწკრივეს, ეს იყო კაცად გაკონტროლებული, რომ ამ მწკრივს არ უნდა გავცდენოდით, ჩამოგვიყვანეს ყიბეებიდან და გამოგვიშვეს ლიუბლიანას ქუჩიდან. მანამდე ჩაკეტილი იყო იმედი. დავინახეთ იმედის დაცვის თანამშრომლები წილზე მოთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. ლიუბლიანას ქუჩაზე რო გამოვედით, აქ დაიწყო ყველაფერი ჩვენთვის პირადად. საოცრად ჩახერგილი იყო ეს ქუჩა. სასწრაფოს მანქანებით, უამრავი სასწრაფოს მანქანა იყო და ფიქრობდი რომ რა საჭიროა ეს მანქანები თითქოს და ფიზიკურად გადავრჩი. დავიძარით ტყეპარკისკენ, დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, ნუ რაღაც რომბოტებმა ეს ფარებზე ხელჯოხები, ხელკეტების რახუნი და დაიზრნენ ჩვენს. შემდეგ დავინახეთ ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, რომლებიც ინგას ფილტვის ოპერაცია ჰქონდა და ვერ სუნთქავდა და ირაკლი ინგას მიათრევდა. მეც წავედი. ამასობაში ბევრი ერთმანეთს დავშორდით ვისაც გარბოდა და ამ ტყეებისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით. ესენი გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია ირაკლის მოხდა ცრემსადენი გაზი, არ ვიცი რა ვისუნთქეთ. კორპუსი დავინახეთ და ამ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეგვიფარეს. ორსული დიანა ტრაპაიძე საკმაოდ დიდი ორსული იყო. მერე ჩუმად საათების მერე მოვიდა სასწრაფო დახმარება და პირველი დიანა გაუშვით, ცხადია, ჩვენ იმედში ვეღარ შევედით ერთი თვის განმავლობაში. იმიტომ რომ ტელეიმედს ქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი და ობიექტური პოლიტიკა და ტელეიმედი აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ალბათ ასეც იყო, ხუპავდა რეპუტაციას და საერთოდ ამ რეჟიმს. შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, არანაკლებ მძიმე. ეს იყო იმედის გამოშიგუნა შიგნიდან, გადაბირება თანამშრომლების ჩაძირული გემიდან, ასე გვარწმუნებდნენ, რომ იმედი მაინც ვერ აღდგებოდა. ზოგს მუქარით, ოჯახის წევრის დაპატიმრებით, ზოგს თანხების შეთავაზებით, ზოგს სამსახურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეც მოხდა ძალიან ბევრი თანამშრომელმა, ძალიან ბევრმა თანამშრომელმა იმედი დატოვა და შემდგომ თუ არა მეორე დღეს ძალიან ახლო დღეებში ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილ რუსთავიორზე. ამას მოყვა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი გაყალბებული ჩანაწერები. ძალიან რთულია მორალურად ამას როცა მოულოდნელად ამ ჩანაწერების შესახებ მე პირადად არაფერი არ ვიცოდი. აი ესეთი ფეიქ ძალადობრივი და ეს გარემოს შექმნეს და მოხდა იმედის საბოლოოდ განადგურება. ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება, შემოგთავაზა კრედიტების დაფარვა ხელის დადებანების მენუ რაღაც რამდენიმე ვერსიაზე სამსახურის. რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე უნდა ვთქვა, რომ ვუთხარი, რომ ვიფიქრებ, თქო, საბოლოოდ ეს ვერ შევძელი, ცხადია და დავრჩი იმედში. ეს ძალა არ იცვლება არასოდეს. არც მისი განახლება მოხდა. აი როგორც მაშინ ხდებოდა ეს შეთქმულებების მოფიქრება, ეს ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმების მოგონება. ეხლა არ აქვთ მათ ეს ძალაუფლება. უბრალოდ ეხლა აქვთ ეს იარაღი პარტიული მედიის სახით და არა კრიტიკული მედიის
პარტიული მედიის სახით ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ადამიანებისგან, ანტიგმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას, აბსოლუტურად იგივე მეთოდები, აბსოლუტურად იგივე ბოროტება. არა თუ გერმანია, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა არ ივიწყებს ფაშიზმს, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. ეს როდესაც მოკლეს მაშინ ჩვენნაირ ადამიანებში მოკლეს თითქმის ბოლო იმედი, როდესაც თქვენთან შემოიჭრნენ და დაგარბიეს. ამას ჩვენ ღია ეთერში უყურეთ ევროპიდან. რუსეთში კი არ გვისწავლია ლაკა ხოშტარიასავით. ეს რომ მოკლეს დღეს მე მაგ განცდა კი, რომ თითქოს დღეს კვლავ ცდილობენ ამ იმედის მოკლას. იმედი დღესაც მიაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხეთ და ყოველ შემთხვევაში იმის გარანტიად, რომ ხელისუფლებაში იმედის პირობებში ძალიან რთულად დაბრუნდებიან. იმედის მიკროფონზე შეტევა არ არის, ადამიანის უფლების შელახვა არ არის და დანარჩენი ყველაფერი შეტევაა. ეს აი ტყუილმართალის არევა, ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც ყველაზე მძიმესენია დღეს ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს ყველაფერი არის მათი დანერგილი. ყველაფერი. და თუ კი იმედი უფრო რადიკალური გახდა მათ მიმართ, ეს არის მათი დამსახურება. ჩანაწერის თემა კარგად რო განვმარტოთ, რომ თითქოს რაღაც უხარისხო ჩანაწერი არსებობდა, როგორც თქვა გიორგი თარგამაძემ, ხო? არანაირი უხარისხო და ხარისხიანი ჩანაწერები არ არსებობდა. არ არსებობდა ორი ჩანაწერი, იყო ერთი ჩანაწერი, ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც პატრი პატარკაციშვილმა გამოვაგზავნა ლონდონიდან, გამოვაგზავნა ტელეკომპანია იმედში და რაღაც მანქანებით ის შემდეგ გავიდა ტელეკომპანია რუსთაველის ეთერში. თუმცა სანამ ტელეკომპანია რუსთაველის ეთერში გავიდოდა, ეს ჩანაწერი ჰქონდათ სუსში, სადაც მიდიოდა მისი დამუშავება. იქ იყო ლაპარაკი, რომ პატრი პატარკაციშვილი ამბობს, რომ მე ჯერ სროლაც კი არ დამიწყია და ვაპირებ სროლის დაწყებას, ანუ კონტექსტი ეს იყო. და უცებ შეგეძლო გეფიქრა, რომ ლაპარაკი იყო რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე და სროლის დაწყებაზე. როცა სრული ჩანაწერი გამოქვეყნდა, იქ არის ლაპარაკი ამაზე, რომ მათ მთელი PR ჭიდი დამაცალეს და მე ჯერ არც კი დამიწყეს ჩემი PR ბრძოლა, ამაზე იყო ლაპარაკი და ესეთი შეკოწწებული რაღაცები შექმნეს ყალბი წარმოდგენა თითქოს რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო ლაპარაკი. მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რო საუბრობენ რაღაც დათვის ტყვიებით, რაღაც მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე რო საუბრობენ. პირდაპირ იმაზე შეხვედრაზე შევედით, იცითო, ესო ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, 8 თვე ფეხზე ვერ დადგებით. ქმნიდნენ სანაკოების ასე ქვია ადმინისტრაციას. ახლა ადმინისტრაციას უხლებად საზღვრები ხომ უნდა შემოუფარგლოს, სად ვრცელდება მისი იურისდიქცია. და მოიფიქრეს თემა ესეთი, რომ გაყვეს ეს ხაზები გაავლეს, რაზეც ატყდა პრეტენზიებს გამოთქვა ყველა ოპოზიციურმა, თითქმის წარმომადგენლ, მათ შორის ზვიადიძიგურმაც, კახამაც, ვალერი გელბახიანმაც და თვითონ ვალერიმ შემდეგ დაწერა ეს, აღწერა, ეუნებოდა, რომ სანაკოებმა და კოკოვითმა შემდეგ ხელი რო ჩამოართვან ერთმანეთს, ამაზე მეც ისინიც არ ითხოვენ ავტონომიისთვისო. რას აკეთებთო და სხვათა შეკეთებას ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა და არ მივეცით ხმა. ბატონი დავით გამყრელიძე დღეს ოპოზიციასთან რომ გამოჩნდა, მიცუცქდა კი ბატონო, ესე ვთქვათ. მაშინ იყო საუბარი და კითხვა დაისვა, რომ აი რატო ვაძლევთ, იმიტომ რომ რეალურ ოპონირებას უწევდნენ გამყრელიძე და ახლები. ამ შემთხვევაში დაისვა შეკითხვა, რომ თქვენ რატო იმათ რომ ხარი არ დაეჭირათ, ეს ვერ გავიდოდა მაშინ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ შექმნილიყო ადმინისტრაცია, რომელიც პრაქტიკულად ახალგორით ცხეთამთიანეთის გამოყვეს და შეუერთეს და დე ფაქტო აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამას სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა, ხარის დაჭერაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა. ბატონ დათო გამყრელიძეს როცა ეს შეკითხვები დაუსვით და უთხრეს რატო ვაკეთებთ ამას, ბატონმა დათო გამყრელიძემ იგივე გაიმეორა, რომ ამერიკელებთან ეგ შეთანხმებულია და ამერიკელების მხარდაჭერით ვაკეთებთ ამ ახალ ადმინისტრაციას. 12 წლამდე მე გაქცეული ვიყავი ქვეყნიდან, ერთ-ერთი პიროვნების გარანტიით 2011 წლის დასაწყისში შემომიშვეს ქვეყანაში. გარანტიით შემომიყვანეს, რომ ოჯახში ვიქნებოდი და პოლიტიკურ პროცესებში ესე ვთქვათ არ გავერევოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დალოცვილმა ბატონმა ბიზნე ივანიშვილმა გამოვაქვეყნა თავის წერილი. იმის შემდეგ ეხლა ჩემი გაჩერება წარმოუდგენელი იყო. აქტიურად გამოვჩდი მეც პოლიტიკურ ველზე. რაზეც იმ პიროვნებას
ვინც მე შემომიყვანა ქვეყანაში, დაურეკეს, ესაუბრენ, ამან დამიბარა, მივედი, მითხრა ესეთი რამე, რომ აი ესე დამამითხრეს. ვიქტორ ჯაფარიძის თავს გვამს შემოგიდებთ ეზოში, თუ ქვეყანას არ დატოვებს. მე ვთხარი გამორიცხული ახლა ჩემი აქვენა წასვლა ეს არ არსებობს მექნა რა წავალ მე რაღაც შევადარიგებები მომცა რომ მარტო არ მევლო 2-3 მანქანით მევლო გადავწყვიტე მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა მოუგეთ არჩევნებში 68 წლის ჩემი მამიდაშვილი დააკავეს იმისთვის რომ ჩემი მამიდაშვილი იყო გავასაჩივრეთ გირაო შეუფარ და გამოუშვა რომ გამოუშვა წავედით მე ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა მის დასახვედრად გლდანის საპრობილეში რომ მივედით ეს კაცი გამოვიდა იმიდან რა ქვია საპრობილედან და ტირის გცემდნენ თქოშა მე არა მაგრამ თქვენ არიცით აქ ახალგაზრდებს რას უკეთებენ რომელდენიმე თვის მერე ჩაუნიშნეს პროცესი მე რა თქმა უნდა მაშინ გაქცეული ვიყავი წავედი და 3 წელიწადი მივისაჯე და კალენდარულად მოახდევინეს 68 წლის კაცი ისეთ ცემეს რომ 10 თვე საავადმყოფოში იწვა მათ საავადმყოფოში ქალბატონი ის რო იყო კალმახელიძე ის მინისტრი კალმახელიძე ის რო შევიდა მაშინ ქსანის საპრობილეში იქ დაუწყო მან ვალერი ყვირო აქეთ მოდი ნახეთ მაშინ კარვებში როგორ ძინავთ პატივრებს ტალახში ძინავთ პატივრებს და ისე მოაქციეს შემდეგ რომ 11 თვე მაშინ იწვა საავადმყოფოში მათ საავადმყოფოში რო გამოვიდა მას მერე ფეხზე ვეღარ დადგა და 7 თუ 8 წელიწადი კიდე იცხოვრა და ლოგინში და გარდაიცვალა მე მინდა თხოვნით ვთხოვო ახალგაზრდებს რომ ის არაფერს არ ნიშნავს რომ თქვენ ვერ მოესწარით იმ პერიოდს ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი კადრების ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ შაბას მე არ ვიცნობდი მაგრამ მეჯავრება იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა აოხრა და გახსოვდეთ რომ ამ ქვეყანას აოხრებდნენ ეს უნამუსო ადამიანები